მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველა დღესასწაულს მრავალს დაესწარით. მადლობა განსაკუთრებული იმ ადამიანებს, ვინც უკვე კავშირს გამოხატავთ სხვადასხვა ფორმით, ეს იქნება ლაიქი, გამოწერა, ეს იქნება კომენტარი თუ უფრო მეტი დონაცია თქვენივე არხის, იმიტომ რომ ეს მართლა თქვენი არხია, თქვენ ვიკეთება აქ ყველაფერი და თქვენს მიერ თითოეული ჩარიცხული ლარი თქვენსავე კომფორტს, სიამოვნებას და ცნობის მოყვარეობას მოხმარდება. არხის აღწერაში მითითებული ანგარიში, სადაც თვეში თუნდაც 5 ლარი თქვენს მიერ გადმორიცხული მერწყვით, რომ ძალიან წაადგება არხს. პირადი კონსულტაციები განვაახლე, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში ალების ტარო და ასევე სურვილი შემთხვევაში ძალიან მცირე თანხა გადმორიცხოთ აღწერაში მითითებულ ანგარიშზე. დღეს მინდა გაიგეთ ეს გაშლა 4 ორაკულზე. რას გაფრთხილებენ, გირჩევენ ან გეუბნებიან მაღალი ძალები ორაკულების სახით. და ეს იქნება პირველი მეორე ვარიანტი. ავირჩიოთ, დავიწყოთ პირველით, ეს იქნება რომანტიკული ურთიერთობების, ანუ პირადი ურთიერთობების ფარველი ორაკულები. სამ არკანს ამოვიღებ მეგობრებო. გადმოვდებ აქეთ. ეს იქნება ჯადოქრების სიბრძნის ორაკულები. ეს იქნება ჯადოქრების სიბრძნის ორაკულები. ეს იქნება მკურნალი ქალის ორაკულები. და ეს იქნება მფარველი ანგელოზების ორაკულები. თქვენი მფარველი ანგელოზების ორაკულები. და დავიწყოთ, ვნახოთ აბა რას გვირჩევენ და რას გვეუბნებიან, ხომ? ესე იგი, ნახეთ, რას გეუბნებიან მეგობრებო. მიეცით საკუთარ თავს ვნებების უფლება, გახსნილობის უფლება, მოკლედ გრძნობებში ჩაძირვის უფლებაო. ესე იგი, თქვენი ლოცვები, თქვენი აფირმაციები, თქვენი ვიზუალიზაციით დაეხმარეთ თქვენს ურთიერთობას, რომ იყოს მთლიანი და თქვენი იყოთ ერთადო. და attraction, მიზიდულობა, ხო? თქვენი ის მომენტფული, ხო? არის თქვენი მიმზიდველობა, თქვენი ეს მაგნიტიზმი, თქვენი ქიმია, ხო? აი ამ მომენტისთვის გაფურჩქმნის პერიოდში უნდა შევიდესო. მადლობა. პირადი ურთიერთობების მფარველ ორაკულებს და ვნახოთ ახლა რას გვპირდებიან ჯადოქრების სიბრძნის ორაკულები, ალქიმია, წმენდა და ვნებები. ანუ ცეცხლს და ვნებებს გვპირდებიან როგორც პირველი რიგის ორაკულები, ასევე გეუბნებიან, რომ დაასუფთავეთ გენერალურად თქვენი ცხოვრება, ჩამოიღეთ საკიდიდან წყლობით ნაკიდი კაბა, რომელსაც ელოდებით, რომ ან გასუფთებით, ან გახდებით და ჩაიცვამთ და მიეცით მას, ვისაც ეს ძალიან გჭირდება, იმიტომ რომ სამყარო მოგცეთ თქვენიც, რაც ძალიან გჭირდებათ, ხო? გაათავისუფლეთ ადგილი. გაწმინდეთ თქვენი ორგანიზმი, გაწმინდეთ თქვენი მენტალობა, თქვენი ფსიქიკა, ტვინის სამწუხაროდ არ იწმინდება, იცით ხო? არ ექვემდებარება ნებისმიერი მაკულატურა, იქ ილექება და მთელი ცხოვრება რჩება, ამიტომაც გირჩევენ ტვინის კვლევის მეცნიერები, ტვინს ვინც იკვლევენ და ფსიქოლოგები, რომ ნაკლებად იურთიერთეთ დურაკებთან და დურაკულ სიტუაციებთან. ხო, ეს ისე ლირიული გადახვევა. და ალქიმია, ანუ არ ვიცი, შეიძლება რაღაცა არატრადიციულ მედიცინაზე მიგვითითებდეს, ჰომეოპათიურ მკურნალობაზე მიგვითითებდეს რაღაცა ბალახებით ჩარევაზე, ბალახებით წმენდაზე, ბალახებით გაძლიერებაზე. ასე რომ დაფიქრდით, შესაძლოა ამ ყველაფერს თქვენ თვითონ გავუმკლავდეთ, ან შესაძლოა დაგჭირდეთ ამისთვის ოსტატი. და ვნახოთ რას გვირჩევს მკურნალი ქალების ორაკული და არც მეტი, არც ნაკლები. აბა ვნახოთ რა ხდება აქ. გეუბნებიან, რომ თქვენი, ან ნახეთ, შენი სულიერი სიძლიერე და შენი სულიერი სინათლე გაუზიარეს ხვებსაცო, ანუ ის არის ძალიან ძლიერი და ძალიან მოკაშკაშე, ანუ თქვენ გაქვთ რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკა, რომელიც განეტანითი მნიშვნელობით ხო ანათებს, მაგრამ რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია გარემო სამყაროსთვისო. Mystery, ანუ
ნახეთ, გახსენით თქვენი მიღმიერი ცნობიერება, ქვეცნობიერი და ასე ვთქვათ, იმოქმედეთ მის მიხედვითო. გეუბნებიან, რომ თქვენს ინტუიციას მეტი ყურადღება მიაქციოთ და კიდევ გეუბნებიან ავთენტიფიკაცია, ანუ მკურნალი ქალი გეუბნება, რომ მე შენ დაგეხმარები შენი სიმართლის გზის პოვნაში, ანუ შენი სწორი გზის პოვნაშიო. და ვნახოთ, რას გეუბნებიან მფარველი ანგელოზები. და ეს არის, ესე იგი, to help the situation see the other person's point of view. აჰა. ნახეთ, კითხეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს აზრი კონკრეტულ სიტუაციაზე და ეს თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ კონკრეტული მდგომარეობების გარკვევაშიო. გეუბნებიან ასევე, რომ answer to your prayers, please listen and follow the steps. ნახეთ, მე ესე იგი, მიუყვებიო თქვენი წინაპრები და თქვენზე მლოცველების პასუხადო თქვენს მფარველობას ვეწევიო და ძალიან გთხოვო მოусმინე და მიყევი იმ ნაბიჯებს, რასაც მე შენ გიჩვენებ და შენს ინტუიციაზე, რა საინტერესოა იქაც ინტუიციაზე გაგიმახვილეს ყურადღება. ნახეთ, your intuition, thoughts and dreams და შენ ცოცნებებს და ფიქრებს კარგად დაუკვირდიო და შემდგომი შენი ბავშვები and well cared for by God and აჰა. ნახეთ, თქვენი მომავალი, თქვენი შვილები, თქვენი შთამომავლობა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანები მოკლედ დაცული არიან თავიანთი მფარველი ანგელოსებისგან, ანუ დაცვა აქვთო. მადლობა პირველ ვარიანტს და ორაკულებს და ახლა ვნახოთ ჩემო კარგო ადამიანებო, ისინი დავაბრუნოთ თავიანთ ადგილებზე. აჰა. დავაბრუნოთ. სად არის დასტები? კი ბატონო. და მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის. ვნახოთ სამი არკანით. ვაი. აჰა. წამით მეგობრებო, რა უნდა ეხა ტელეფონის სადგამს. კი ბატონო. ჯადოქრების სიბრძნის დასტამოვიხმოთ ახლა. რატო გადმოვატრიალე? მკურნალი ქალის დასტას მოვუხმოთ ახლა. და მოვუხმოთ თქვენი მფარველი ანგელოზების დასტას მეგობრებო და მე მგონია რომ დავიწყოთ. ვნახოთ აბა რას გვეუბნებიან პირადი ცხოვრების მფარველი. აჰა. ნახეთ, ცოტა დაკვირვებით შეხედეთ სიტუაციასო, რადგანო თქვენს მიერ შერჩეული ადამიანი, უпростоრით ადამიანი, ვინც ახლა თქვენს ჰორიზონტზეა, არ შესაბამება თქვენს სტანდარტებს, ანუ თქვენი შეხედულებებით, როგორი ადამიანიც გჭირდებათ გვერდითო. ჩემი სწორი. ანუ there is strong ანუ ძალიან დიდი მიზიდულობა და ძალიან დიდი მაგნეტიზმია. ძალიან მალე თქვენ შორის კი არა, თქვენ ცხოვრებაში მოსალოდნელი და ფლირტი, ხო? ანუ თავად გადმოცით თქვენი ემოციები და გაუზიარეთ თქვენი ენერგიები სხვა ადამიანებსო. ნახოთ ახლა რას გვეუბნებიან ჯადოქრების სიბრძნის არკანები. განდევნა, banishment, dedication, თავდადება და responsibility. ვაუ. ანუ ნახეთ, ასე იგი, ბევრი უფლება მოითხოვს ბევრ პასუხისმგებლობას, ხო? ანუ აიღეთ პასუხისმგებლობები გარკვეულ სიტუაციებზეო.
განდევნა, ანუ არ ვიცი, თქვენ უკეთესად იცით, რაღაც გარკვეული შეხედეთ როგორი ესეთი ფონია ხო უკან. განდევნეთ თქვენი საკუთარი თავიდან შიშები, განდევნეთ შფოთვები, განდევნეთ ნეგატიური აზრები, იმისთვის რომ წინ სვლა შეძლოთ და თავდადება. ანუ რას ნიშნავს, ნახეთ, უნდა გამოხვიდეთ რაღაც სიტუაციებიდან, საკურთხეველია, ხო, წარმოდგენილი. აქ და ალტარ საკურთხეველია და dedication არის აგერ თავდადება, ხო? ანუ არ ვიცი, რომელ ასე ვთქვათ ეგრეგორსაც თქვენ აირჩევთ, იმ მიმართულებით უნდა წახვიდეთ, ხო? ის უნდა ირწმუნოთ და იმას უნდა უერთგულოთ, თავი უნდა დასწოთ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებით, ხო? არ შესაძლოა რამე რიტუალი გჭირდებოდა, შესაძლოა ლოცვა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ აქ შავტარიან დანას ვხედავ ისეთ ასე ვთქვათ აქსესუარებს, თუმცა აქ ბარძიმის თასიც არის, თუმცა სხვადასხვა წარმომადგენლობითი სიმბოლოებია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, სად როგორ მიხვალთ და ვის მოიხმართ, ხო? დასახმარებლად. ნახოთ ახლა რას გვეუბნება მკურნალი ქალის ორაკულები. ხო, Bison totem, Coyote totem, speaking out, okay. მოკლედ ორი ტოტემი გვაქვს, ტოტემი თქვენ იცით რომ ძველ ისტორიულად სხვა ტომებს ყავდათ, ასე ვთქვათ, შერჩეული, გარკვეული ცხოველები, რომელსაც აკერპებდნენ და თაყვანსცემდნენ და აგერ ორი მათგანი ჩვენ ხელთ არის, ხო, ბიზონი, რომელიც მე ამაზე ბევრი მაქვს საუბრალი წინა ჩანაწერებში, როცა ველური ანარეკლების ტაროს ზევშლიდი. ანუ ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს მასთან დაკავშირებით, ის ასოცირდება გადარჩენასთან, სიმტკიცესთან, ძლიერებასთან, ზუსტად მაგას გეუბნებიან რომ ანუ განგწმენდსო, სამყარო და განგამტკიცებსო, ხო? აქვე გვაქვს მგლის ტოტემი, ანუ ცოტა სუბუქად შეხედეთ რაღაცებს და იუმორით ყველაზე სწორი წამალი თქვენთვის ამ ეტაპზე სიცილიაო. მკურნალი ქალის რჩევებია ეს ჩემო კარგო და იყვირეთ ხმამაღლა, ანუ გამოხატეთ საკუთარი თავი გულწრფელად, საკუთარი ემოციები, შიგნით ამ მაკულატურას უნდა იგროვებთ და მაქსიმალურად გამოდევნეთ გარეთ, თუნდაც ის უსიამოვნო ემოცია იყოს, იმიტომ რომ ჩარჩენილი ემოციები მერე გომბეშებიდან ბაყაყები ხდებიან, ხო და კიდე რაღაცა უამრავი უბედური ბრჭყალებში, ხო, ძალიან უსიამოვნო ფორმა შეიძლება მიიღოს გამოუთქმელმა ემოციამ. და რას გვეუბნებიან მეგობრებო, მფარველი ანგელოზები და რას გვეუბნებიან, ესე იგი, მე მოგიტან, ანუ ხო, ნახეთ, მე მოგიტანეთო წერილი თქვენი საყვარელი ადამიანისგანო და ის გეუბნებათ რომ მე ბედნიერი ვარ, მე მშვიდად ვარ, მე მიყვარხარ შენ და ჩემთან დაკავშირებით ძალიან გთხოვ, ნუ ინერვიულებო. ასევე გეუბნებიან რომ შენ დაიმსახურებ საუკეთესოს და შენ მიეცი თავისუფლებები, რომ შენი ოცნებებით, შენი ფიქრებით, შენი ასე ვთქვათ ემოციებით მიაღწიო ცაში ვარსკვლავებამდეო, ან თავს მიეცით უფლება ოცნებებისა. საერთოდ ხო იცით, ყველა წარმატებული ადამიანი ჯიუტი მეოცნებია. უნდა მისცე ფსიქოლოგიაში არსებობს ეს ციტატა, ანუ რომ მიაღწიო მიზანს, ჯერ უნდა გაბედო ოცნება და მერე მოქმედება. და რას გეუბნებიან, when you take Excel და როცა შენს თავზე დაიბრუნებო, ანუ შენს თავს დაუბრუნდები და შენს თავზე უფრო მეტ სიზრუნებ ვიდრე სხვებზეო, შენ სამყარო უფრო მეტ benefits მოგცემს და მეტ ასე ვთქვათ კეთილდღეობასო. მადლობა მეორე ვარიანტსაც, რა ვიცი, მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგებო, მინდა ყველა იყოთ ძალიან ბედნიერები, ძალიან შემდგარები, ძალიან გახარებულები და თვითონ თქვენთაგანი იყოთ პირად ცხოვრებაში შემდგარები, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი ეს უდრის ნაკლებ აგრესიას სამყაროში და ეს ჩვენ დღეს ნამდვილად ძალიან გვჭირდება. ნახვამდის, მადლობა.